ზურასთან კომუნიკაცია მქონდა გუშინ. როდესაც მან დამირეკა, მითხრა, რომ უნდა ყოფილიყავი მის ხმა და გამეჟღერებინა მისი სათქმელი. ზურა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიემართა შიმშილობის უკიდურესი ფორმისთვის და ის უკვე მე-10 დღეა, რაც აცხადებს მშრალ შიმშილობას. მან შიმშილობა დაიწყო ბევრად ადრე, 19 ნოემბერს, მაგრამ ის ამ დღების განმავლობაში მიმართავდა შიმშილობის სხვა ფორმას, სველი შიმშილობას იზიღებდა წყალს. ეხლა უკვე 10 დღეა ის მიმართავს შიმშილობის უკიდურეს ფორმას. ბუნებრივია ძალიან განვიცდი მის ამ მდგომარეობას, ნერვიულობ მის ჯანმრთელობაზე და ხო მას იქნებ გადახედოს გადაწყვეტილებას და შეცვალოს პროტესტის ეს ფორმა, იმიტომ რომ ზურა მჭირდება ჯანმრთელი, ვინ ზურას იცნობს, ყველა მიცის, როგორი თბილი ადამიანია, როგორი მოსიყვარული ადამიანია. როდესაც დამირეკა, მას უნდოდა რომ მეთქვა ჩემთვის დეტალები, რომელზეც ეხლა ვისაუბრებდი, მაგრამ სამწუხაროდ ის რამდენიმე წუთი, რაც გამოყოფილი ჰქონდა ამ ზარისთვის, თითქმის ნახევარი იმაში გამოიყენა, რომ ჩემთვის ეთქვა თბილი სიტყვები, გავამჩნევებინე, გადმოეცა სიყვარული და შემდეგ უკვე როცა გადავედით მთავარ სათქმელზე, იყო ტექნიკური ხარვეზიც, არის მოდახმა კარგად და ვერ მოხერხდა, რომ სრულად ჩამენიშნა მისი ყველა სიტყვა, რაც დაზუსტებით შემიძლიათ გითხრათ, ეს არის რომ ზურამ ყველას შემოგითვალა მოკითხვა, გადმოგვცა დიდი სიყვარული და ის ამბობს, რომ მზად არის თავი გადადოს ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა გაათავისუფლოს ამ სასტიკი რეჟიმისგან და ის ამბობს, რომ გამოიყენებს ყველა იმ ვერკეთს, რაც მას აქვს ამ შემთხვევაში და ამან მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, რომ მიემართა შიმშილობის ამ უკიდურესი ფორმისთვის.